თავი 35. ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანესთან იერიხონის მახლობლად. უბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს, თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ მიეცით ლევიანებს. ქონდეთ ქალაქები საცხოვრებლად და სანახები ქონდეთ პირუტყვისათვის, ქონებისთვის და ყოველგვარი სარჩოსათვის. ქალაქგარეთ სანახები, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ქალაქის კედლებს იქით 1000 წრთაზე უნდა გადიოდეს ირგვლივ. გადაზომეთ 2000 წრთა ქალაქგარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, 2000 წრთა სამხრეთის მიმართულებით, 2000 წრთა დასავლეთის მიმართულებით და 2000 წრთა ჩრდილოეთის მიმართულებით. შუაში ქალაქი. ეს კონდეთ მათ ქალაქგარეს სანახებად. იმ ქალაქებიდან, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, 6 ქალაქი თავშესაფარი იყოს, სადაც დაანებებთ მკვლელს გაქცევას. ამათზევით 42 ქალაქი მიეცით. სულ 48 ქალაქი უნდა მისცეთ ლევიანებს თავისი სანახებითურთ. ქალაქები, რომლებიც ისრაელიანთა საკუთრებიდან უნდა მისცეთ, მრავალრიცხოვანთ მეტი გამოართვით, მცირერიცხოვანთ ნაკლები. თითოეულმა თავისი წილხვედრის კვალობაზე უნდა მისცეს თავისი ქალაქებიდან ლევიანებს. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. ელაპარაკა ისრაელიანებს და უთხარი მათ. როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა ქანაანის ქვეყანაში, დაიგულეთ ზოგიერთი ქალაქი. თავშესაფარ ქალაქებად ჰქონდეთ ისინი, სადაც შეიძლება თავის შეფარება მკვლელს, რომელსაც უნებურად შემოაკვდება კაცი. ჰქონდეთ ეს ქალაქები თავშესაფარად შურის მაძიებისაგან, რათა არ მოიკლას მკვლელი, ვიდრე საზოგადოების წინაშე წარდგებოდეს სამსჯავროდ. 6 უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც თავშესაფარად განაწესებ. 3 ქალაქი იორდანეს გაღმა უნდა მისცეთ და 3 ქალაქი ქანაანის ქვეყანაში უნდა მისცეთ. თავშესაფარი ქალაქები იქნება ისინი. ისრაელიანებს მდგმურს და თქვენ შორის დამკვიდრებულს ჰქონდეთ ეს 6 ქალაქი თავშესაფრად, რათა იქ თავი შეაფაროს ყველამ, ვისაც უნებურად შემოაკვდება კაცი. თუ ვინმე კაც რკინას დაჰკლავს და მოკლავს, მკვლელია იგი. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. თუ ვინმე სასიკვდილოდ დაარტყამს ქვას ვინმეს და მოკვდება კაცი, მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ან ხისი არ აქვს, რომელთაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება კაცი, მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. მესიცხლეს თავად შეუძლია მოკლას მკვლელი, შეხვდება და თვითონვე მოკლას. თუ ვინმე ქიშპობით, კაც ხელს კრავს ან განზრახვით რაიმეს ესვრის და მოკვდება კაცი, ან მტრობით ხელს დაარტყამს და მოკვდება, დამრტყმელი უნდა მოკვდეს, რადგან მკვლელია. მესიცხლეს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება. თუ კი უნებლიეთ მტრობის გარეშე ჰკრავს ხელს ან განუზრახველად ესვრის რაიმე საგანს, ან ქვა, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, გადმოუვარდება და ვინმეს დაეცემა თავში და მოკვდება, ის კი არც მტრობდა მას და არც აქვს ფიქრობდა მისთვის. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს მკვლელისა და მესისხლის საქმე ამ წესების მიხედვით. უნდა იხსნას საზოგადოებამ მკვლელი მესისხლისაგან და გააბრუნოს იგი საზოგადოებამ მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაქცეული იყო. დარჩეს იქ წმიდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის სიკვდილამდე. თუ კი მკვლელი გასწდება თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს, სადაც გაიქცა, ნახავს მას მესისხლე თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს გარეთ და მოკლავს მესისხლე მკვლელს, არ მოიკითხება მას სისხლი, რადგან თავშესაფარ ქალაქში უნდა დარჩენილიყო მღვდელმთავრის სიკვდილამდე. მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი მკვლელს შეუძლია თავის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება. გქონდეთ ეს სამართლის წესად თქვენს თაობებში, ყველგან სადაც კი იცხოვრებთ. ყოველი მკვლელი მოწმეთა ჩვენებით უნდა მოიკლას. ერთი მოწმის მხილებით კაც სიკვდილით ვერ დასჯიან. ნუ აიღებთ გამოსასყიდს მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილოა, რადგან სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ნუ აიღებთ გამოსასყიდს თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისთვის, რომ მღვდლის სიკვდილამდე დაბრუნდეს თავის ქვეყანაში. ნუ წაბილწავთ მიწას, სადაც იმყოფებით, რადგან სისხლია, რომ ბილწავს მიწას. ვერ განიწმინდება მიწა მასზე დაღვრილი სისხლისაგან, თუ არა თავად მისი დამყვრელის სისხლით. ნუ გააუწმიდურებთ მიწას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, სადაც მე ვარ დავანებული თქვენ შორის, რადგან მე უფალი დავანებული ვარ ისრაელიანთა შორის.